დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, იგივე BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება. კადრები მახსოვს, მამაკაცი, რომელიც გამორბის ყვირისთან, რომ რაღაც არის შერეული წყალში. ქიმიური სითხის ტესტირება ჩვენ ჩავატარეთ, მაშინვე მალევე, როდესაც ეს მივიღეთ. So trichloroethylene is absorbed very well through the skin, through the lungs, and through the gastrointestinal tract. It impacts the nervous system, the cardiovascular system, can affect the liver. It is certainly not a chemical that I want thrown out to the masses during protests. And it's all about the dose that makes the poison. ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რომ BBC გახდა გლობალური ომის პარტიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ავაპირებთ, რომ ბრძოლა გამოუცხადოთ, სამართლებრივი ბრძოლა გამოუცხადოთ BBC-ს იმისათვის, რომ მხილებული იქნას თუ როგორი დეზინფორმაცია გაავრცელა ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ეხლა მიხვდნენ როგორ ჩანს, რომ პასუხისგება მოუწევთ და თქვენს რომ ბოლომდე არ გამოგვიკვლევიაო და ბოლომდე რომ არ გამოგიკვლევია და მაინც რომ მაწოდებ ინფორმაციას სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, ამაზე არის მუხლის სისხლის სამართლის კოდექსში. ჟურნალისტის მიერ ჩატარებული გამოძიების მტკიცების სტანდარტი, რა თქმა უნდა, სხვა არის, ამას სჭირდება პლუს გამოძიება, მტკიცებულების შეგროვება და ასე შემდეგ, მაგრამ მთავარია, რომ არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომელზეც ქართული ოცნების წევრების პასუხები კიდევ უფრო დიდ ეჭვს აჩენს. ანუ არ უნდა გავჩერდეთ, ანუ 2 და 3 დღის თემა ეს არ უნდა იყოს. იმიტომ რომ საუბარი შეიძლება სერიოზულად გქონდეს ძალიან მძიმე, ძალიან სერიოზულ დანაშაულზე. BBC-ს რა რეიტინგიც აქვს, ნახეთ ამერიკის პრეზიდენტის განცხადება. ისწავლეთ, იმეცადინეთ, ამას გეუბნებით ხოლმე. BBC-ს მიმართ რა რეიტინგიც არსებობს და რა ნდობაც, ამერიკის პრეზიდენტს დაესესხეთ და ნახავთ როგორ ქარცეცხლში ატარებს კრიტიკის ქარცეცხლში BBC-ს. ბრიტანული მედია საშუალება, რომელიც არასდროს არანაირი სწორი ფორმით არ ეხმაურება საქართველოში გადატრიალების მცდელობებს. პირდაპირ გვევლინება მხარედ, რომელსაც შეუძლია ისეთი აბსურდული და ფსიქოდელიური ბრალდება გააკეთოს, როგორიც მან გააკეთა და რაც თავარია დაეყრდნოს მხოლოდ რამდენიმე ადამიანის, ძირითადად ამ დემონსტრანტების შეგრძნებებს, მათ აცრემლებულ სახეებს და თავად ერთ-ერთი ჩვენების მიმცემი ჩახუნაშვილი ამბობს, რომ მას არანაირი სამედიცინო კვლევა ამასთან დაკავშირებით არ გააჩნია. ამ დანაშაულის მოკვლევაში სასწრაფოდ და აუცილებლად უნდა იქნას ჩართული ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაცია. სახეზეა კონვენციის ხელმომწერი ქვეყნის მიერ კონვენციის უხეში დარღვევა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ასეთი რამ შეგახსენებთ, რომ ბოლოს ჩვენს ქვეყანაში მოხდა 1989 წლის 9 აპრილს, როდესაც რუსეთის ჯარმა აკრძალული ქიმიური შემადგენლობა გამოიყენა და როდიონოვის ხელმძღვანელობით საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცა. სიამბილებში საუბრობთ რაღაც საშუალებაზე, რომელიც თითქოს ხოცებმა გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომელიც 20-იანი, 30-იანი წლების მერე არავის არ გამოუყენებია. არავის კითხვა არ გაჩენია ამათმა საიდან მოიტანეს. ასეთი რაღაცა, რომელიც 30-იანი წლების მერე არავის არ გამოუყენებია. მაგრამ რაც ყველაზე საინტერესოა, მათ ის კი არ თქვეს, რომ ხალხო რა სისულელეს გვაბრალეთ, გიჟები ხო არ ახართ. არამედ თქვეს, რომ გქონდაო ჩვენო ეს ნივთიერება, უბრალოდ ნაცებს აქ ნაკიდიო. საქართველოს წინახელს ნაკიდიო და თუ გქონდა, უკვე მე აღარ მჯერა რომ არ გამოიყენებდი. იყენებდით თუ არა წყლის ჭაულს და გაზს ერთობლივად აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. არ შეგიძლია გამოიყენო, არ შეუძლია სპეცნას გამოიყენოს. თუ არის პატარა ბავშვები, რა თქმა უნდა, არასრულწლოვანები, თუ არის ფეხმძიმე ქალები და ასე შემდეგ. თუ ხდება შეტევა და შტურმი ხდება, შეგიძლია გამოიყენო ერთდროულად გაზიც, წყალიც და სხვა სპეცსაშუალებების. კი ბატონო, მე შევიტანე პირად.